მეშვიდე დავალება უშუალოდ აპლიკანტს ეკითხება თუ რა არის ფუნქციის მნიშვნელობა, მოცემული ფუნქციის მნიშვნელობა, როდესაც არგუმენტი, ანუ ფუნქციის არგუმენტი ორის ტოლ მნიშვნელობას იღებს. აქ რა თქმა უნდა ფუნქციაზე რომ მოკლედ ვისაუბროთ, ფუნქციასა და მის შესაბამის არგუმენტს შორის არსებობს გარკვეული კავშირი და ეს კავშირი მოიცემა რაღაც ფუნქციის სახით. შეიძლება ფუნქციას ჰქონდეს წრფივი სახე, კვადრატული სახე, რაციონალური სახე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ფუნქცია არის რაციონალური, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს x-ის წვეტა, x-ი კონკრეტულ ფუნქციის მნიშვნელობაში შეიძლება იღებდეს ფუნქცია შეიძლება იღებდეს ნულის ტოლ მნიშვნელობას უშუალოდ მნიშვნელში, მაგრამ რადგანაც მნიშვნელი ყოველთვის მეტია ნულზე, იმიტომ რომ ეს რადიკალის თვისებაა, რომ ნებისმიერი, ანუ შეუძლებელია უარყოფითი რიცხვიდან კვადრატული ფესვის ამოღება. ამიტომაც მნიშვნელი ვერასოდეს ვერ მიიღებს ნულის ტოლ მნიშვნელობას. და ასევე უარყოფითის მნიშვნელობაც არ ექნება მას. ნიშნულიდან გამომდინარე. ეს მცირე ინფორმაცია ფუნქციის კონკრეტული ფუნქციის შესახებ, რაც შეეხება იდეას და პრობლემის გადაჭრის გზას. მარტივად თუ შევხედავთ, ამოვაჭრით, რომ თუ კი x-ის ნაცვლად შევიტანთ ნამდვილ რიცხვს, ანუ იგივე მთელ რიცხვს 2-ს, დაჯდება ესეთი რაღაცა 9-4 ჯერ 2 შევარდებული 2 კვადრატული ფესვი 2-დან და +3. გამარტივების შედეგად ვიღებთ, რომ 1 შევეფარდება 2 ფესვი 2 +3-ზე. ესეთი და რადგან ესეთი პასუხი სავარაუდოებს შორის არ გვაქვს, იძულებული ვართ, რომ ნიშნელის რაციონალიზაცია მოხდეს. ანუ ნიშნელმა დაკარგოს რადიკალი, ესეთ უხეშად თუ ვიტყვით. და წილადი პირობის თანახმად, თუ კი ეცედა იმავე რიცხვზე გამომრავლეთ ურთავი მხარეს, ნიშნულსა და ნიშნულს, მაშინ იგივე ნიშნულობას არ დაკარგავს. ამან მოქცა ის, რომ ნიშნული გათავისუფლდა რადიკალისაგან და ქვემოთ აი 8 - 9, იმიტომ რომ 2 ფესვი 2 კვადრატი უდრის 8-ს, 3-ის კვადრატი არის 9. აქ მუშაობს a-b+b-ს პრინციპი, როგორც შემოკრების გამრავლების ფორმულა. ხოლო ზემოთ დაჯდა ესეთი რაღაცა, რომ 2 ფესვი 2-ს -3 შეფარდებული -1-თან. მაგალითად, რატომ არ არის დ-პასუხი 2 ფესვი 2-3? იმიტომ რომ ნიშნულში -1-ის არსებობის გამო ასე გამოსახულების დატოვება შეცდომა იქნებოდა. -1-ზე ნებისმიერი რიცხვის გამრავლება და მათ შორის აქ უნდა ვეგულისხმოთ რაცა უცნობიანი ან სამწყევრიანი და ასე შემდეგ რიცხვები, მათაც ეხება რომ გამოსახულების მნიშვნელობა ასე თქვათ მისი ანარეკლი გვაქვს სახეზე. 3 - 2 ფესვი 2 არის იმიტომ პასუხი, რომ ნიშნულში იყო -1 და ამ ყველაფერმა მოითხოვა ესეთი ოპერაცია. ანუ რო შევაჯამოთ ფუნქციის როცა x-ი 2-ის ტოლია, ფუნქციის მნიშვნელობა იღებს a პასუხს, ანუ 3 - 2 ფესვი 2-თან, რადგან ნიშნულში -1 იყო და რიცხვის პასუხს ვერ დავტოვებთ. პასუხი არის a.